ოზურგეთში რაიონის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა, ანუ ის შარშანდილთან შედარებით დაახლოებით 9 მილიონი ლარით მეტია. შემოსავლების ზრდა პრეზიდენტის ბრძანებულების შედეგია, რაც საჯარო მოხელებისთვის ხელფასის მომატებას გულისხმობს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ცალკეული მუხლების მიმართ შენიშვნები უკვე აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 2012 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით იგი გაზრდილია 307.000 ლარით. რისი საშუალება მოგცა იმან, რომ 2012 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი დღეს მდგომარეობით შესრულებულია 104%. Შემუშავეთ დოკუმენტაციები, რომლებიც მიმართული არის სამი ძირითადი მიმართულებით, ეს გახლავთ ბაღებთან დაკავშირებული საკითხები, ეს გახლავთ მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები და სოციალური პაკეტის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები. გვაქვს ამავდროულად ცალკეული შენიშვნები, რომელიც ეხება დახვეწას, ცალკეული მუხლებისა, ზოგიერთი ბიუჯეტის ზოგიერთი პარამეტრებისა.